თვი, ვაიმე რა ლამაზია ნახე. თან ჰაერი ჩამესუნთო, კარგი. აქ არ უნდა დაგიცდეს ფეხი. ეს ის Yellowstone-ის ნაციონალური პარკი არის. ხდება ეს პატარ-პატარა. რაღაცა სწავლეთ ლამაზი ფერი არის. მე უცბად კაცი უნდა გაჩვენოთ ყველაფერი რა. ესე იგი, მეგობრებო, ძველი ხალხი იძახდა ხოლმე რა, რომ დილა თუ დაიწყე მდინარესთანო, ყველაფერი იქნება მაგრადო რა და მაგარია ცხოვრება რა. ნაძვნარი სიტუაცია, ეხლა გაჩვენებთ რა ლამაზ ბუნებაში უნდა ავიაროთ და ავიდეთ ყინვარზე. აი შეხედეთ იქით ხარ ესეთი კლდეები. ხო და ძალიან მაგარ ადგილას მივდივართ. აი უმაგრეს ადგილას რა და დათვის თუ შემოგხვდაო, ესე იგი ყველაფერი კარგად არისო რა. აბა, დროებით და ყინვარიდან ჩავგერთვებით. ვა, ესე რა, როგორ არ უნდა გიყვარდეს ცხოვრება, ბუნებაო რა, რა ვიცი აბა. მაგარია რა. ხოდა სანამ ზიარა მოსულა, მივართ ახლა კაი ხეთზე. ამოდის. მოვასწარით ზის ამოსვლას, ეხლა ძალიან ლამაზ ხელს გაჩვენებთ. ნახეთ აქეთ ხარეს უკვე, ცოტა იქით ხარეს უკვე უჭურიტინებს მზე. აი ეხლა ცოტა ხანში აქედან დაგვიჭურიტინებს მზე. აი აქედან უკვე ჭუჭურიტანას აკეთებს. ნახეთ იქით ხარეს. პატარა თოვლი აქა, თოვლი რა, ყინულები რა. ყინულები ალბათ არასოდეს არ დნება. ახეთ აქედან როგორი ხეობა არის, აი ამ დაკლაკნული თუ როგორ ქვია იმ გზებზე ამოვედით, ესე. და გაგრძელდება ავალთ კიდე უფრო და უფრო ზევით იქით ხარეს მწვერვალები არის, აი ულამაზესი. არ ვიცი, შარშანწინ თუ გახსოვთ ვიდეოში, ესე იგი, აღარ Facebook-ზე რა. ხო, მაშინ YouTube-ზე არ იყო ვიდეოები და ესე თქვით რა, ულამაზესი ხედებია იქით. ერთი სული მოგსხაროდეს მივართ რა. ცოტა ხანი შეიძლება უფრო დათმება და უფრო განკალმა დამიწყოს რა. აი ეს ყინულები ესე მიუყვება და ხდება ესე პატარ-პატარა ტბები. იქით ხარეს კიდე ნახეთ ხეობა ულამაზესია, ქვევით კიდე და რავი უსასრულობა რა. ვა, ესე იგი ესეთი შეკითხვა დასვეს ადრე რა, რომ რა უნდა გააკეთოს ცოცხალმა ადამიანმა რო არ მოკვდესო. აბა გაგვეცით პასუხი. აი მეგობრებო, ეს ის ადგილია, რომელიც გადავამოწმე რა, მეთქი
შარშან წინ მეთქი ხო არ მეჩვენებოდა შეიძლება მეთქი რაღაცა სიზმარივით იყო მეთქი ეგეთი სილამაზეა და მოვედი რომ შევემოწმებინა რა თორე გადაიხლა იმიტომ კი არ მოვედი რომ რაღაცა ჰაერი ჩამესუნთო კარგი იყო აქ არ უნდა დაგიცდეს ფეხი ისე სხვათა შორის ძველი ხალხი იძახდა ხოლმე რა რომ ესე იგი სანამ ყინული დაბლა ჩაეშვებაო ფრთხილად იყავი შენ თვითონ არ ჩაეშვაო რა ასე რომ წავედით უფრო ზევით წყალმაც გაყინა წყალი აღარ გვასხავს მაგრამ აი ესე ცოტათი შევახედებთ და ხუჭობანას რო გვეთამაშება ნახე რა ბაწი თავი როგორი ჩათბუნულია არ დახვიდი მეც გაიქცა აი მეგობრებო უკვე 11000-მდე მოვედით 11000 ეს ალბათ 3000-ზე მეტი არის რა და ზუსტად არ ვიცი რამდენია მეტრებში ხო ესე იგი სიმაღლეზე ესეთი ის არის რა მომენტია რა რომ ვისაც ანუ სიმღერა არ გეხერხებათ და რაღაცის მოდით ხოლმე მაღალ ადგილებზე და თავისით რა ესე აგემღერებათ რა სულ ზევით მაღლა კაია რა ახეთ მეგობრებო ბლეკ ატრისი ვიპოვე. ახეთ როგორი საბურავები აქვს. ესე. გაუვალი ადგილის გამოლელი ტრანსპორტი. მეგობრებო დათვი ვაიმე რა ლამაზია ნახე აღარ გაიქცე რა ძალიან არ გაიქცე დაგველოდე ვაჰ ცოტათი მაინც მოვასწარი რა ვიდეო რა და რამდენჯერ ყოფილა ესეც და სხვათა შორის ალიასკაზე აი ძალიან ბევრი დათვი შემხვდა და ალიასკის ვიდეო ზოგადად დაუკარგე საერთოდ. მაგიტომაც არასოდეს არ უნდა გადადოთ მოგზაურობის დროს არაფერი, იმიტომ რომ ანუ ალიასკაზე ძალიან ისე გადავიღე, რომ მეთქი რაღაც დავამონტაჟებ ბარემ და რაღაც და მე იმას ვიზავ და მე ის ვიდეოები დაუკარგე რა თავის ტელეფონიდან. დიახ, ეს ის Yellowstone-ის ნაციონალური პარკი არის, სადაც გადაღებულია ფილმი 2012 მთელი მსოფლიო რო რამდენი ხდება და აქ არის რა ეს ყველაზე დიდი პლაზმური გეიზერი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ვულკანი რა, რომელიც ექვევით რო თუხტუხებს რა. მეგობრებო, ნახეთ, მკვდარი ბიზონი გონიათ ყველას, მაგრამ ნახეთ ახლა პერიოდულად ყუთს გააქანავებს. ასე დაველოდოთ. 1 2 და აგე ცხვირი რაღაც. აგე ფეხი გაატოკა. ეს ყუთს აქანავებდა ხშირად. ესე იციან ხოლმე რა ცალფეხს აერში ტოვებენ. გავაჩერებ მანქანას კარგად გადავიღებ. აი მეგობრებო, ძალიან ბევრი ბიზონები. ხო და ესე, ტურისტები თავისთავად ათვალიერებენ რაღაცებს და იკითხარეს ახლა ერთი ბიზონი ტურისტებს გონიათ მკვდარი რა. ხო და
სხვა არ წახ ვიდეო რაღაც სიხეს. მე ხო ტურისტი არ ვარ რა და ასე რომ გაჩვენებთ ახლა. წამოწეველი უბრალოდ ბიზონებმა იციან ხოლმე ესე რა, ხელს ან ფეხს ჰაერში ტოვებენ ხოლმე რა. უბრალოდ ფეხს ტოვებენ ხოლმე ჰაერში და ხელს კიდე ესე რა, ცოტა ჩამოქნებულად. აი, აქეთ ხარ ეს. აი, წამოდგა უკვე. თავი წამოწია. გუდი საქანაობს აგი. იმათ კიდეკვდარი ეგონათ. ნამდვილი ბიზონი როგორ უნდა გაარჩიოთ არა ნამდვილისგან, იცით? ეს ბიზონია. და ძროხა არ არის ბიზონი. სხვათა შორის მეგობრებო, სადღაც ალბათ 6-7 წლის წინ ბიზონები იყვნენ აბსოლუტურად ყველა ჩრდილოეთ შტატში, თითქმის ყველგან ხდებოდა ხოლმე დაკოტებში, ანუ საუზ დაკოტაში, მონტანაში, ვაიომინგში, ნებრასკაშიც. Ну, ნებრასკაში ცოტა ისე იშვიათად, მაინც. და ეხლა საერთოდ არსად არ ხდება რა, ერთი შემხვდა ცოტა ხნის წინ მონტანაში და დანარჩენი კიდე, ну, მხოლოდ ეს Yellowstone-ის ნაციონალ პარკში არის რა დარჩენილი. Figaro. როგორი პატარაა და უკვე ბიზონია. მეგობრებო, რითი განსხვავდება ბიზონი და ბუფალო ერთმანეთისგან? ბიზონი არის ისეთი რა, დიდბეწვიანი, დიდმხრებიანი და ასე შემდეგ და ბუფალო არის კამეჩი. ეგ არის. ჩამოვედით დაბლობზე და დაიწყო უკვე. მოლავს. მეგობრებო, ნახეთ სახლ-მანქანებით, ყველანი თითქმის მოსული მოტოციკლეტებით. ნუ, ამერიკაში როგორც იცით, ესე უყვართ სახლ-მანქანებით სიარული. ჩვენ საუბრობ. Thank you. აი მეგობრებო, წესით ბუხარს უნდა ასდიოდეს ბოლი, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად ხდება რა, ამ მხარეებში. აი ახლა შეგახედებთ რა ხდება აქ. აი, სად არის ბოლი? ახლა გავალთ და ნახავთ რა ხდება გარეთ. მეგობრებო, ხალხი როგორც კონცერტის საყურებლად ესეა ჩამწკრივებული და ელოდება ამის ამოფრქვევას ახლა. ჩემი ძველი ვიდეოებიდან ვისაც გახსოვთ, ესე დიდი ფანტანი რო იცის ხოლმე. და ნუ იქ სასტუმროში აქვთ სია, რომელი გეიზერი, რომელსაც მიახლოებით ამოხეთავს ხოლმე რა. არის რაღაც მომენტები, რომ მაგათ ეს არის ყოველ საათი და 40 წუთში ერთხელ პატარაზე ამოაფრქვევს ხოლმე და ყოველ 5 საათ ნახევარში. Yeah, of course. Oh dear. Smile. Love that outfit, man. Yeah, thank you. Have ხოდა ზოგჯერ კიდე ანუ ხოდა რაღაც 5 საათში ნახევარში ერთხელ თუ რაღაცა უკვე ძალიან დიდ ამოაფრქვევს ხოლმე რა. ხოდა ეხლა ესე დაგათვალიერებინებთ სხვადასხვა გეიზერებს. აბოდრებით.
მეგობრებო, ესე პატარ-პატარა გეიზერებიდან მე ესე ხალი ესე რაღაცა მოიფიქრება ესე ერთად ერთდება და ესე ჩამოედინება. ნახეთ როგორი კამკამა და წკრიალა არის. მე ცოტათი ქვევით ჩვენ ჩავალთ, მე ვიჭკუმპალავებთ. ნახე იქ მაგალითად იქვე ამოიფიქრება, იქვე ჩადის წყალში. არა საჭირო მე კოსმეტიკა და ასე შემდეგ. იმდენი მინერალები ამოქვს მისიდან რომ push-push-ებში თუხთუხებს აეთ როგორი კამკამა წყალია გამორჯოს პირდაპირ აკაიქა ეხებთან ამოდის ესე 1000-ობით გეიზერი და ეთიდან ცოტათი უფრო ისე ზემოურთქლი აქ ხლა ვინც ხლა იციან საათები რომელ საათზე რომელი ამოიფრქება წინასწარმოდიან ელოდებიან უყურო ჩვენს იცით და მეც გაყურებინებთ ოღონდ ყველაზე დიდი გეიზერს ასე რომ ამ პატარებს გავწდებით ნახეთ როგორი ფერებია ფულების ხელს გვიწყობს მრავალ ფეროვნებაში ხანჩრდილი და ესე რა წყობილი გვაქვს საქმე რა იგივეა კარგად ჩამოწყდა ესე იგი სია როგორ საათია 1000-ზე ნახეთ 2:30 p.m. and 5:30. I don't know if you want to stay here for 4 hours. Just goes on. ხალხოთ მე სხვა მხრიდან ოი შეიძლება ვეღარ მოვასწრო ცოტა ადრე დაიწყო ვაუ აკეი ახეთ რამ ხელოზია ვაუ კარგ დროს ჩამირთვია ვიდეო რა ახეთ რამ ხელოზია მოვიდა Look at that. აი წინწკლები წამოვიდა უკვე აქეთ. ვაუ. Feel the water at her face. Oh boy. აი მეგობრებო აქეთ რამდენი ხალხია ჩამწკრივებული. ანუ დროზე ადრე ამოვიდა და მალევე დამთავრდა რა. კარგ დროს ჩამირთვია ვიდეო რა. ნუ ხანდახან ხდება ხოლმე რა ესე საათები ზუსტად არ ემთხვევა რა. ამ დაგვიანებას ადრე ჯობდა. ასე რომ ხედავთ რამ ხელა გეიზერები იყო. გავიწინწკლეთ კარგად. აშს უკრავენ. ეთნაში გახედოთ რამდენი ხალხია და ერთი ახლოს მივიდეს სანამ დაიშალნენ. აი სუესია ხოლმე აქ აი ამდენი ხალხია სულ. ესე გარშემო მიუყვება და მიუყვება უსასრულოდ. ასე რომ ესე რა, კარგად მოგვიწია. კარგი. ერთხელ გამთენიისას, სადაც ერთი 4 წლის წინ
იქ ზემოთ გორაზე არის რა ასასვლელი და ზემოდან უყურებდი, ანუ არა დაგეგმილად ამოვიდა რა ერთ სიტყვით. შემთხვევით სრულიად რა მზის ამოსასვლელდებოდი და ხელაზე ამოაფრთხია რომ ესეც ხდება ხოლმე რა არა დაუგეგმავთ. ეხლა ერთიანად საცობი იქნება ყველა მანქანებში და წავლენ შემდეგ ადგილას. ამ ჩვენ უფრო მალე მივალთ, იმიტომ რომ ვიცით ჩვენი გზები გვაქვს. ეხლა აქეთ აი მოტოციკლეტები აქ ხო აქ რამდენი ეხლა შეხედეთ აქეთ ხარეს. ანუ იქ სადაც წავალთ ყველგან იქნება. მეგობრებო, ვფიქრობ, რომ აქედან უკვე უწყეთ კაცი უნდა გაჩვენოთ ყველაფერი რა. ეს თავისთავად ეს მდინარე, უბრალო მდინარე არ არის, ეს ესეთი გლეიშერებიდან წარმონაქმნი მდინარეა. ესე რომ ჩამოედინება სხვადასხვა მხარეს. ხო და ერთი მომენტი მინდა გითხრათ ბარემ, რომ ანუ არის ადგილები, რომ ბევრჯერ როდესაც უკვე ნამყოფი ვარ ვთქვათ ხო, ანუ აი საინტერესოობა რაში მდგომარეობს. რა ეხლა ანუ სადაც მივდივართ, თავარი რაც უნდა განახოთ, ხო? ესე იგი, ის ადგილი კი, რაღაც ლამაზია, მაგრამ ნახავ ნუ 1-2 და გასაგებია. კი, მაგრამ ანუ რის გამო? იმიტომ რომ თვითონ Yellowstone-ში არის აი ულამაზესი ბუნება, ის ხაპარი ბუნება არის და ანუ ბუნებაში ყოფნის მომენტი არის რა და თან კიდე როგორ რაღაცა არის ის, როდესაც ეს გლეიშერები ამოდის იმიდან ძირიდან, ხო, ანუ უამრავი ახალი ბაქტერია მოაქვს, უამრავი ახალი მინერალი და ჰაერიც აქ სუნთქვა სხვანაირია. არ ვიძახი რომ სასარგებლო, მაგრამ რაღაცა კიდე ახალს მატებს ჩვენს ცხოვრებას, ესე ვთქვათ. ხოდა სილამაზე კი ბატონო, რამდენიც გინდათ, იმდენი არის საშუალება. ხოდა მინდა გითხრათ კიდე ესეთი რაღაც მომენტი, რომ ესე იგი, ნაციონალ პარკი ეს ვთქვათ Yellowstone-ის არის. მიახლოებით რო გითხრათ, რამ ხელაზე დიდი არის, აი როგორც მაგალითად კახეთზე დიდი მთლიანად. აი ნახევარ საქართველოსამდე არა, მაგრამ ანუ საკმაოდ ისეთი დიდი ტერიტორია აქვს რა, რომელიც არის ძირითადად ფაქტობრივად 80% არის ვაშინგტონისა, ვაიომინგის შტატი და რაღაცა პატარა პროცენტულად გადადის მონტანას შტატზე, აიდაჰოზე. ხო, ესეთ თან კუთხეში გადადის რა. ხო და ვაიომინგი კიდე იმ ჩემს სიაში საუკეთესო შტატებს შორის 7-ში არ შევიდა, მაგრამ მერვე არის დამსახურებული მერვე. ხო. მე-9-საც გეტყვით, მაგრამ არის იუტა და მე-10 მონტანა. ანუ ეს ბუნების შედარებით რა, ანუ ბუნების მრავალფეროვნები და რა ვიცი, რაც კლიმატი და ასე შემდეგ. ხო და ამასობაში ესეთ ლამაზ ადგილას მოვედით. ეს არ არის ის ცენტრალური, მაგრამ სანამ ვივალთ ახლა ნენელა. გითხარით დედამიწას უნთხავს მეთქი? არა გჯერათ რა. ვხდებით, გამოდით, ნახეთ რა ხდება, როგორ ხდება. ახლა როგორი ფერია. ხო, ერთი აუცილებელი რჩევა მინდა კიდე გითხრათ. რომ ეცადეთ, რომ არ იმოგზაუროთ აქ, ეხლა არის აგვისტო. ეს უბრალოდ გზად ვიყავი და იმიტომ კიდე ერთხელ შემოვიარე, თორე ანუ ივლისი და აგვისტო არის უამრავი ხალხი, ცხელა თან ძალიან. ანუ ისე კომფორტული ხო, რა დისკომფორტი შეიძლება შეგექნათ რა, მაგრამ მაგიტომაც ვიზახი.
საუკეთესო პერიოდი აქ სამოგზაუროთ არის ჩემის აზრით სექტემბერი და მაისი. Ну, სხვა შორის უამრავ ქვეყანაშია ესე რა, სადაც უამრავ ტერიტორიაზე, სადაც სექტემბერი და მაისი არის კარგი პერიოდი. ხო. ნახეთ იქით ხარ ესე. პატარა მასავით. და ცოტა გადაგვრჩა. ნახეთ რა ლამაზი ფერის წყალი არის. Papa, attention! ესე იგი აქ ან 5-ჯერ, ან 6-ჯერ ვარ ნამყოფი უკვე. ანუ სხვა ენაზე მქონდა შარშან YouTube-ზე ვიდეო დადებული და იქამდეც 1-4 წლის წინ ალბათ ვინც Facebook-ზე მადევნებდით თვალს, იცით. რაღაცა სწავლად ლამაზი ფერი არის, არ ვიცი რამდენად კამერაში აღქმადი იქნება. და იქ არის ის თავარი, უბრალოდ არ ჩანს ახლა ესე. და იქ არის კიდე გადმოსახედი, ზემოდანაც ბევრჯერ მოქვს გადაღებული. ოღონდ ესე პირდაპირ ასასვლელი არ არის. აქედან სადღაც მიახლოებით 2 მაილი ნახევარიდან არის მდინარის იქ და გადაკვეთო და ისე უნდა ახვიდე ფეხით. ხო, თუ აქეთ ხარებში წამოხვალთ, დაგეგმეთ რომ მინიმუმ 2 დღით. და ბარემ ერთ კარგი ინფორმაციას გეტყვით, ესე იგი ამ პარკს აქვს 8 სხვადასხვა შესასვლელი. ანუ 8 სხვადასხვა ტერიტორიიდან არის შესასვლელი. და ეს არის მონტანის მხრიდან არის 3 შესასვლელი, აიდაჰოს მხრიდან 1 შესასვლელი და დანარჩენი კიდე თვითონ უკვე ვაიომინგიდან რა. და ვაიომინგზე თავისთავად იუტა და რა მოდიხარ ზემოთ, ან მაგედან არის რა, მაგითო მხარეებში. ხო, ცოტა გადაგვრჩა მიზნამდე და ყველაზე კარგი შემოსასვლელი, ყველაზე კარგი როგორ არის, ლამაზი შემოსასვლელი, აი მწვერვალებით რო გადმოდიხარ, ეს არის ესე იგი მონტანაში, ოღონდ მონტანის აი ზემოთა 3 შემოსასვლელიდან, რომელიც არის ყველაზე ისტში, ანუ აღმოსავლეთში. ანუ აღმოსავლეთ მონტანიდან რა, აი ესე შემოსასვლელით და ოღონდ ეგზა დაკეტილი არის და მარტო ზაფხულში აღებენ ხოლმე რაღაც პერიოდით. ხო, მარტო ზაფხულში არის ხოლმე ღია, იმიტომ რომ აი ფაქტურად ესე მწვერვალებზე ადიხარ და მერე ჩამოდიხარ უკვე ესე ულამაზეს ადგილას რა. ხო. ასე რომ ძალიან ბევრ მრავალფეროვანებას ხედავ ბუნების. მაგალითად, თუ იუტიდან ამოდიხარ, ხო? ნუ კი, კარგ ტყეებში, კარგ სხვა ნაციონალ პარკები უნდა გამოიარო, რომ შემოხვიდი აქამდე. მამის სწორეზე მოდიხარ და იქით უკვე რაღაც ზეგორებზე და ასე ტბები, ჩანჩქერები და ასე შემდეგ. ისეთი არა, ჟრიამული არის, ძალიან ლამაზი. აი, ნენელა მოვახლოვდით. ნახეთ. ხეზუქს ქარმა კეპი წაართვა. ესე ქუდები 1 2 იქეთ 3. ნახეთ ისე ვაში გაზმული რომ არ წამართვას და ამასობაში უნდა მოვატრიალო კამერა და დადამ ეს არის ის თავარი პლაზმატიკ ესე ქვია, ეხლა გაჩვენებთ წარზე რასაც. ძალიან ისეთი მრავალფეროვანი არის. მრავალი ფერი. შეიძლება წამართვა შეიძლება ისე. ემზადება ხარი. ავი აი სასწაული ფერები არის რა. იმედია აღქმადია ეს ყველაფერი ვიდეოში. Tiki Nick, and that's it. How you keep high as I start there. Oh, what are you want to do?
so much. A ver, ¿cuánto dura un segundo? Y esto fue ese Los minutos que ver aquí en la cámara. Qué bonito. ესე ალახტეკოს რა კარგად არის პრობლემის განაწილებული რაღაცა თავს მიქმნიან ახლა წარწერებსაც გაჩვენებთ